ძვირფასო კოლეგებო, საყვარელო ადამიანებო, ჰოსტებო, მე არ გავფესულ ვარ. არც სახელმწიფო კონცერტი გამიუქმებია, იმიტომ რომ კონტრაქტუალური ვარდებულებები მაქვს და ამისთვის მე ბოდიშს ვერ მოვიხდი. Big Band-თანაც კონცერტი მაქვს ახლა კვირას. მე ვთვლი ესე, რომ ხელოვნების მთავარი მისია არის შეკავშირება ადამიანების. ხელოვნების მთავარი მისია არის ხიდების გადება ადამიანებს შორის და მე მაგალითი მინდა მოვიყვანო მე-20 საუკუნის გარიჟრაჟზე, როდესაც ჯაზი, როგორც უნიკალური არტ-ფორმა ისახებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ძალიან მწვავედ იდგა რასობრივი დისკრიმინაციის თემა. მოგეხსენებათ, რომ ელლა ფიჯერალდს არ უშვებდნენ კლუბში, Billie Holiday-ის დისკრიმინაცია საშინელი და კიდევ მრავალი აფროამერიკელის, როგორც ჩვენ დღეს ვამბობთ კორექტულად, უფლებები ირღვეოდა. და სწორედ მაშინ მე მოსმენილი მაქვს ინტერვიუები აფროამერიკელების, მაშინ ჯაზი იყო მეინსტრიმი და სრულდებოდა ანდერგრაუნდში, ანუ კლუბებში. იქ საცეკვაოდ თავს იყრიდა როგორც თეთრკანიანი მოსახლეობა, ასევე აფროამერიკელები და თავად ისინი ამბობენ, რომ იქ არავის არ აინტერესებდა რასობრივი სეგრეგაციის საკითხები, რასობრივი დისკრიმინაცია იქ საერთოდ არ ხდებოდა. ამიტომ მე ვთვლი, რომ ხელოვნებას აქვს ძალიან დიდი მისია, რომ გაამთლიანოს, დააკავშიროს თუნდაც გატეხილი გულები, ადამიანები და შეაკავშიროს. ამიტომ მე მომხრე ვარ იმისი, რომ კონცერტები ჩატარდეს, რაც შეიძლება მეტი კონცერტები, აქ აღარ ვლაპარაკობ უკვე იმაზე, რომ ჩვენ დაუკავშირეთ ამ პროფესიას ჩვენი ცხოვრება და ეს არის ჩემი, მე არ ვიცი სხვისი, მაგრამ მე არა მაქვს ბიზნესები, როგორც სიტყვიან ხოლმე, ეს არის ჩემი შემოსავლის წყარო, მაგრამ ამის გარდა მე ვიტყვი იმას, რომ ხელოვნება ძალიან მნიშვნელოვანია ორი დაპირისპირებული მხარის შერიგების საქმე.